ანტიქართული ოცნება საკუთარ ტყუილებში ჩაიკარგა, ისინი იხჩობიან იმ პროპაგანდაში და ტყუილებში, რასაც აწარმოებენ გუშინ ანტიქართული ოცნების პროპაგანდისტული საშუალებებით გავრცელდა სიუჟეტები, რომლის მიხედვითაც თითქოს და ანაკლის პორტის მშენებლობა დაიწყო. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი და ტრიუკი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აქამდე 6 წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ქართული ოცნების მხრიდან იყო ტყუილი, იმიტომ რომ უკვე მერამდენეჯერ, ალბათ რამდენიმე ათეული შემთხვევა, რაცა დაანონსეს, რომ დღეს დაიწყო ანაკლის სპორტის მშენებლობა. სინამდვილეში ყველაფერი არის ტყუილი, პროპაგანდა და ბლეფი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. 2024 წელს მორიგი მსგავსი ტრიუკის პირობებში ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა გამოვიდა და თქვა, რომ სულ რამდენიმე დღეში ხელშეკრულება გაფორმდებოდა ჩინურ კონსორციუმთან, რომელიც დაიწყებდა მშენებლობას. დღეს კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აქამდე ნათქვამი ყველა დაპირება, ყველა თარიღი იყო ტყუილი და მხოლოდ და მხოლოდ მშრალი პროპაგანდა ივანიშვილის და ანტიქართული ოცნების მხრიდან. 2026 წელს დღეს არ არსებობს არც ინვესტორი, არ არსებობს არც დასრულებული და აშენებული ანაკლის პორტი. აღარ არსებობს მასტერპლანი, გენერალური გეგმა, რომელიც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მრავალგზის, ჩატარებულია კვლევები, ეს გენერალური გეგმაც და მასტერპლანიც ნაგავში მოისროლეს და შეუკვეთეს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ახალი ეგრეთ წოდებული მასტერპლანი, რომლის მიხედვითაც საერთოდ მიზნობრიობას და შედეგობრიობას ანაკლის სპორტის აყენებს ეჭქვეშ ივანიშვილი და მისი ანტიქართული ოცნება. გუშინ ანტიქართული ოცნების მიერ თავდაცვის მინისტრის ჩაყვანა ანაკლის ცარიელ სანაპიროზე, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფოტოსესია და ქართული ოცნების მინისტრის წრეზე სიარული არის სასაცილო პროპაგანდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არ დავიჯერებთ, იმიტომ რომ ფაქტი ერთია. მაშინ როცა 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლის სპორტს პირველი გემი, დღეს ჩვენ ვხედავთ არარსებულ პროექტს, ჩვენ ვხედავთ ჩაშლილ მოლაპარაკებებს, ქვეყნიდან გაძევებულ დასავლელ ინვესტორებს, ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს, ექსპროპრიერებულ მილიონობით ინვესტიციას. ამ პირობებში შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილმა ააშენოს ანაკლის სპორტი. მას არ უნდა ანაკლის სპორტის აშენება, მას აქვს ინტერესი, რომ დაკარგოს საქართველოს ეს უნიშნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი. ჩვენ ვამბობთ, ცხადად გახსნილია ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რაც გამოხატულია ჩვენი პარტნიორების კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაჟღერებული დაინტერესებით. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რომ შავი ზღვა არის ჩვენი პარტნიორების ინტერესი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ივანიშვილი აკარგვინებს და მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდით ცდილობს ფონს გასვლას. ლელო არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის მთავარი მხარდამჭერი უნიშნელოვანესი ეროვნული სტრატეგიული ობიექტის და პორტის პროექტის, რომელსაც ქვია ანაკლია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აშენდეს ანაკლის პროექტი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად პირველივე ნაბიჯად უნდა გადაიდგას ის, რომ ეროვნული მნიშვნელობის და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად გამოცხადეს ანაკლის სპორტი. ყველა ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით იყოს საჯარო და გამჭვირვალე და არა შავი ფარდის მიღმა, როგორც ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, იქნება ეს არაბული ქალაქები თუ სხვა. დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ჩინური, რუსული ინვესტიციების არსებობა, რომელიც შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ანაკლის სპორტი უნდა აშენდეს საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობით, ჩვენს დასავლელ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრინციპით. ჩვენ მარტივად ვამბობთ, ანაკლის სპორტი აუცილებლად აშენდება, მიუხედავად მრავალი ტყუილისა, ბლეფისა, პროპაგანდის. რამდენმა მინისტრმაც არ უნდა ისეირნოს ანაკლის სანაპიროზე, სადაც არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, ჩვენ ანაკლიას აუცილებლად დავაშენებთ. ანაკლიას სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს. მადლობა.